ზუსტად ერთ წუთში დაგემტკიცებთ იმას, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის პირადად ბიძინა ივანიშვილს და არა ქართულ ხალხს. ანუ ძალიან მარტივად. ქართული რესპუბლიკა თითქმის ერთი თვეა საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია პროდუქტებზე ფასების თითქმის 20%-ით შემცირება. და ამისათვის საჭიროა სურსათზე 18%-იანი დღგ-ს გაუქმება. და ეს ქვეყანა ჩვენ ხალხს რომ გვეკუთვნოდეს და პარლამენტი ჩვენს დაკვეთას ასრულებდეს, ამ გადაწყვეტილებას ხომ ერთ წამში მივიღებდით. მაგრამ ამის მაგივრად, რაზე გააუქმა პარლამენტმა დღგ? ოქროს ზოდებზე. დიახ მეგობრებო, ივანიშვილის ფეხებზე კიდია სურსათზე ფასების 2 ლარით შემცირება. მაგრამ როდესაც ივანიშვილი სანქციების მუდმივი საფრთხის ქვეშ არის, როგორც ჩანს მან გადაწყვიტა მთელი თავის პირადი ქონების ოქროს ზოდების სახით მის პირად სეიფში საქართველოს შემოტანა. და ამაში რა თქმა უნდა მას არ სურს დამატებითი გადასახადის გადახდა. ამიტომ მისმა ჯიბის პარლამენტმა ღამის ერთ დღეში შეასრულა მისი დაკვეთა და მიიღო კანონი, რომელთაც გაუქმდა დღგ ოქროს ზოდებზე. რიგითი მოქალაქეები კი, მათ შორის პენსიონერები თუ სოციალური დაუცველები, აგრძელებენ ამ დღგ-ს გადახდას ივანიშვილის რეჟიმისთვის, ყოველთვის, როდესაც ისინი ყიდულობენ, არ ვიცი, კვერცხს, კარაქს, ციციბურას თუ ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტს. მაგრამ არ იდარდოთ, თუ ოქროს ზოდების ყიდვას აპირებთ, იგულავე ოქრო, შემოიტანეთ რამდენიც გინდათ. და ეს ყველაფერი ასე დარჩება, გაგრძელდება და ჩვენი ხალხის აზიანოთ კიდევ უფრო დამძიმდება, მანამ სანამ ძალაუფლებას არ გამოგლეჯით ერთ ოლიგარქს და მას არ დავიბრუნებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, რომელიც იმ დღესვე გავაუქმებთ დღგ-ს სურსათს.